გამარჯობა. დღეს ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე საჭირო, მაგრამ ხანდახან ცოტა დამაბნეულ თემას ვშლით ინგლისურ გრამატიკაში. მზად ხართ, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ, რა არის მოდალური ზმნები და როგორ გამოვიყენოთ ისინი სწორად? მოგესალმებით, მე მარიტა ვარ, თქვენი მასწავლებელი. მოდით დავიწყოთ და ეს ერთი შეხედვით რთული საკითხი ერთად გავამარტივოთ. აბა, დაფიქრებულ ხართ, როგორ თქვათ ინგლისურად ისეთი მარტივი ფრაზები, როგორიცაა შეიძლება რაღაც გთხოვო, ვალდებული ვარ ის გავაკეთო, ან იცი რა ეს სულაც არ არის აუცილებელი, ხო და სწორედ აქ შემოდის თამაში ჩვენი დღევანდელი თემა. ძალიან კარგი. მოდით დავიწყოთ თანმიმდევრულად. პირველ რიგში ნახოთ, როგორ ვიყენებთ ამ ზმნებს აწმყო დროში, როცა მაგალითად ნებართვის აღება ან ვინმესთვის რამის თხოვნა გვინდა. წარმოიდგინეთ, მეგობართან ხართ და მისი ჩოგანი გინდათ. უბრალოდ ეწყვით, "Can I use your tennis racket?" ძალიან მარტივი და ბუნებრივია, არა? მაგრამ აი თუ უფრო ოფიციალურ სიტუაციაში ხართ და ვთქვათ, კორტების ადმინისტრატორს მიმართავთ, could ან may გაცილებით თავაზიანად და კარგად ჟღერს. მაგალითად, "Could we use the tennis court, please?" ხედავთ, კონტექსტი ფაქტობრივად ყველაფერს წყვეტს. ოკეი, ახლა თავაზიანი თხოვნებიდან გადავიდეთ ცოტა უფრო მკაცრ თემებზე. ანუ, როცა საქმე ეხება წესებს, ვალდებულებებს და, რა თქმა უნდა, აკრძალვებს. მოდით ახლა კარგად დავაკვირდეთ, როგორ გამოვხატოთ, რისი გაკეთება აუცილებელი, რა არის კატეგორიულად დაუშვებელი და რა არის ისეთი რამ, რასაც თუ არ გავაკეთებთ, არაფერი დაშავდება. დავიწყოთ ვალდებულებით, ანუ obligation. ეს არის ის, რისი გაკეთებაც უბრალოდ გევალებათ, იმიტომ რომ ასეთია წესი ან კანონი. მაგალითად, you must wear a helmet. ანუ ჩაფხუტის ტარება სავალდებულოა. აქ არჩევანი არ გაქვთ, ეს უნდა გააკეთოთ. შემდეგი გვაქვს აკრძალვა, ანუ prohibition. ეს კიდევ უფრო მკაცრია. ეს ნიშნავს, რომ რაღაცის გაკეთება დაუშვებელია. მაგალითად, you mustn't ride your bike on the pavement. ეს არის კატეგორიული აკრძალვა და არა უბრალოდ რჩევა, რომ ჯობდია ასე არ მოიქცე. და ბოლოს, მესამე სიტუაცია, როცა რაღაც არ არის საუცილებელი. ინგლისურად ამას lack of necessity ჰქვია. აი მაგალითად, you don't have to present your membership card. რას ნიშნავს? იმას, რომ თუ გინდა წარადგინე, მაგრამ ამის ვალდებულება არ გაქვს, არავინ დაგაძალებთ. აი, ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება, რომელსაც აუცილებლად უნდა დავიმახსოვროთ. You mustn't ნიშნავს აკრძალულია, არავითარ შემთხვევაში არ გააკეთო. ხოლო you don't have to ნიშნავს შენზეა დამოკიდებული. თუ გინდა გააკეთე თუ არა და სულაც არაა საჭირო. ეს ორი ერთმანეთში არასდროს აგერიოთ. ძალიან კარგი. მკაცრი წესებიდან ახლა მოდით, გადავიდეთ ცოტა უფრო რბილ საკითხებზე, რჩევებსა და შესაძლებლობებზე. როცა გვინდა რომ ვინმეს რჩევა მივცეთ და არა ბრძანება, ვიყენებთ shoulds. მაგალითად, you should eat more fruit. ეს ხომ მეგობრული რეკომენდაცია და არა ვალდებულება. ხოლო, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რაც შეიძლება მოხდეს, მაგრამ 100%-ით დარწმუნებულები არ ვართ, შეგვიძლია გამოვიყენოთ could, may ან might. სამივე ფაქტობრივად შესაძლებლობაზე მიანიშნებს და არა ფაქტზე. ანუ, Emma might start yoga. ნიშნავს, რომ არის შანსი ემამ იოგაზე დაიწყოს სიარული. შეიძლება კი, შეიძლება არა. მშვენიერია. აწმყო დრო მგონი კარგად გავიგეთ. ახლა კი დროა დროში ვიმოგზაუროთ და ვნახოთ ეს ყველაფერი როგორ მუშაობს წარსულ დროში. ბუნებრივია, როდესაც წარსულზე ვსაუბრობთ, ეს ზმნები ფორმას იცვლიან. მოდით ვნახოთ რა ხდება, როცა გუშინდელ ამბებს ვიხსენებთ. იცით რა? წარსულში ყველაფერი ცოტათი უფრო მარტივადაც კია. თუ წარსულში არსებულ ვალდებულებაზე ვსაუბრობთ, ვიყენებთ had to-ს. მაგალითად, we had to collect all the balls, ამა მოგვიწია ბურთების შეგროვება. ხოლო თუ რაღაცის გაკეთება არ იყო აუცილებელი, ვიყენებთ didn't have to-ს. Joe didn't have to bring his own golf clubs, ჯოს არ დასჭირვებია თავისი ჯოხების მოტანა. ახლა კი მივადექით კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან და ხშირად დამაბნეულ დეტალს. აბა, რა განსხვავებაა could-სა და was able to-ს შორის? აქაც ყველაფერი საკმაოდ ლოგიკურია. Could-ს ვიყენებთ მაშინ, როცა ვლაპარაკობთ ზოგად უნარზე წარსულში. აი მაგალითად, Fiona could swim when she was 5. ანუ ფიონას ზოგადად შეეძლო ცურვა. ეს უნარი ჰქონდა. ხოლო was able to-ს ვიყენებთ კონკრეტულ ერთჯერად სიტუაციაში, როცა რაღაცის გაკეთება ან შევძელით ან ვერ შევძელით. I wasn't able to finish the marathon. აქ საუბარია ერთ კონკრეტულ მარათონზე, რომელიც ვერ დავასრულე. ხომ ხედავთ განსხვავებას, ზოგადი უნარი და კონკრეტული შემთხვევა. ძალიან კარგი. მოდით ახლა სწრაფად გადავავლოთ თვალი და შევაჯამოთ ყველაზე მთავარი, რაც დღეს ვისწავლეთ. მაშასე, რა უნდა დავიმახსოვროთ რკინისებურად? პირველი,
Mustn't ნიშნავს აკრძალულია. მეორე, don't have to ნიშნავს, რომ ეს შენი არჩევანია. მესამე, წარსულ დროში could არის ზოგადი უნარი. და მეოთხე, was able to არის კონკრეტულ მომენტში რაღაცის შესრულების უნარი. აი, დაიმახსოვრეთ ეს 4 პუნქტი და უამრავ შეცდომას აირიდებთ თავიდან.